როგორ დავგეგმოთ და წარმატებით განვახორციელოთ კომპოსტირების პროცესი. საუკეთესო კომპოსტის მომზადების 10 რეცეპტი. კომპოსტირება არის ორგანული ნარჩენების ბუნებრივი დაშლის პროცესი. კომპოსტირება მიმდინარეობს ნესტიან გარემოში და მაღალ ტემპერატურაზე, 65 გრადუს ცელსიუსზე. მიკროორგანიზმების, სოკოებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების ცხოველქმედების შედეგად ნარჩენები გარდაიქმნება ნუტრიენტებით მდიდარ ნივთიერებად, რომელსაც კომპოსტი ეწოდება. კომპოსტის ხარისხი დამოკიდებულია კომპოსტირებისთვის განკუთვნილი მასალის შერჩევასა და თავად კომპოსტირების პროცესის სწორად წარმართვაზე. კომპოსტის მისაღებად საჭიროა ისეთი ძირითადი ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა მწვანე მასალა, ბაღის მცენარეული ნარჩენები, ბალახი, ხილისა და ბოსტნეულის ნარჩენები, ყავის ნალექი და სხვა, მუქი მასალა, ხმელი ტოტები, ფოთლები, თივა, ხის ნაფოტები, ნახერხი, დაკუცმაცებული ქაღალდი და სხვა, ტენი. კომპოსტირებისათვის განკუთვნილი ნარევი უნდა იყოს ტენიანი, მაგრამ არა სველი. თუ ნარევი ძალიან მშრალია, მას დატენიანება ესაჭიროება. ჟანგბადი, რომელიც საჭიროა კომპოსტირების პროცესში ჩართული ცოცხალი ორგანიზმების არსებობისათვის. რა განსხვავებაა მწვანე და მუქ კომპონენტებს შორის? მწვანე კომპონენტები ხასიათდება აზოტის მაღალი შემცველობითა და ტენიანობით. მუქი კომპონენტები ხასიათდება ნახშირბადის დიდი პროცენტული შემცველობით და არის გამხმარ ან მშრალ მდგომარეობაში. მწვანე მასალა აჩქარებს მიკროორგანიზმების აქტივობას და დაშლის პროცესს, ხოლო მუქი მასალა ხელს უწყობს კომპოსტის სტრუქტურის შენარჩუნებას და აუმჯობესებს აერაციას. ამიტომ კომპოსტირების პროცესის უზრუნველსაყოფად საჭიროა ნახშირბადის და აზოტის სწორი თანაფარდობის შენარჩუნება. იდეალური თანაფარდობა ნახშირბადსა და აზოტს შორის არის 30:1-თან. ასეთ ბალანსს კი უზრუნველყოფს 1 წილი მწვანე და 2-3 წილი მუქი მასალის შერევა. ინდივიდუალური კომპოსტირება. როგორ მივიღოთ კომპოსტი მარტივად? საოჯახო პირობებში საკმაოდ იოლია კომპოსტის მომზადება. ამისთვის კი საჭიროა შეარჩიოთ ადგილი, სადაც განახორციელებთ კომპოსტირებას. ის უნდა იყოს მშრალი, კარგად დაჩრდილული მიდამო თქვენს ეზოში. დაამზადოთ ან შეიძინოთ საკომპოსტე ყუთი. ასევე შესაძლებელია საკომპოსტე გროვის მოწყობა უშუალოდ მიწაზე. საკომპოსტე გროვა საოცარი ბიოლოგიური და ეკოლოგიური სისტემაა. დაიწყეთ საკომპოსტე გროვის შექმნა უხეში მასალის ფენით, როგორიცაა ტოტები ან ჩალა. შემდეგ მონაცვლეობით განათავსეთ მწვანე და მუქი მასალების ფენები. საკომპოსტე მასალის პირველად დაშლას ბაქტერიები იწყებენ, რომლებიც სწრაფად მრავლდებიან გარკვეულ პირობებში. კომპოსტირების პროცესში სხვა ორგანიზმებიც მონაწილეობენ, სოკოები, ჭიები და მწერები. მათთვის საკომპოსტე გროვა არაჩვეულებრივ სამზარეულოს წარმოადგენს. ჭიები კი საკომპოსტე მასალას ძალიან სწრაფად გარდაქმნიან ისეთ ნივთიერებად, რომელსაც ადვილად ითვისებს მცენარეები. საერთოდ, ჭიებს მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრებათ კომპოსტირების პროცესში. განსაკუთრებით აღსანიშნავია კალიფორნიული ჭიები, რომლებიც სწრაფად და დიდი რაოდენობით მრავლდებიან საკომპოსტე გროვაში. საკომპოსტე მასის პერიოდული გადაბრუნება და შერევა უზრუნველყოფს ჟანგბადის მიწოდებას, რათა დაჩქარდეს დაშლის პროცესი. კომპოსტირებას ჩვეულებრივ ესაჭიროება 3-დან 6 თვემდე. ზაკომპოსტი მუქი ფერის, ხვიერი და ერთგვაროვანი მასაა. აქვს მიწის სურნელი. სასარგებლო დანამატები. რეკომენდებულია კომპოსტში ჭინჭრის, გვირილას, კატაბალახის, ბაბუაწვერას, ასფურცელას დამატება. ითვლება, რომ ჭინჭარი ხელს უწყობს ნიადაგში ჰუმუსის წარმოქმნას, ხოლო ბაბუაწვერა ნიადაგში ნეიტრალურ ჰუმუსს წარმოქმნის, რომელიც მისაღებია მრავალი მცენარესათვის. ინდივიდუალური კომპოსტირება ორგანული ნარჩენების გადამუშავების მარტივი და საოცრად ეფექტური მიდგომაა, რომელიც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და დანახარჯებს.